იმის გასაგებად თუ რატომ ანადგურებს ჯორჯ სოროსი მთელ ხალხებს საკმარისია მის წარსულზე დაგვირვება. ის ყოველთვის მილიარდერი არ იყო. დასაწყისში მშობლიურ უნგრეთში ნაცისტებს უჭერდა მხარს. ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან ყველაფერს ხსნიან. 14 წლის სოროსი ეხმარებოდა მამინაცვალს უნგრელ ჩინოსანს ებრაელებისთვის ქონების სართმევაში. მოგვიანებით ის აღიარებდა, რომ არანაირი დანაშაულის გრძნობა არ აწუხებდა. მისი ფილოსოფია დასაწყისიდანვე ცინიკური იყო. მისი თქმით, ეს რომ მას არ გაეკეთებინა, ვიღაც სხვა მაინც გააკეთებდა. ამავე პრინციპს იყენებდა ის მოგვიანებით, როდესაც მთელი ქვეყნების ეკონომიკას ანგრევდა. ჯორჯ სოროსის საინვესტიციო ფონდი კვანტუმი არ იყო გენიოსის სტარტაპი. მისი ერთ-ერთი პირველი აქციონერი როტშილდების ოჯახი იყო. სოროს უბრალოდ მისცეს ფულის შოვნის საშუალება და აღჭურვეს ინსაიდერული ინფორმაციით კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. მისი ცნობილი ინგლისის ბანკის გატეხვა და აზიისა და რუსეთში სპეკულაციები არის არა გენიალურობა, არამედ დაცვა ფულის გათეთრების დასამალად. იმ ფულის, რომელიც შემდეგ სუვერენული სახელმწიფოების დანგრევას ხმარდებოდა. სოროსი არაა მილიარდერი, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა. ის სპეციალურად გამოყვანილი და დაფინანსებული ინსტრუმენტია მსოფლიოს გლობალურად გარდაქმნისთვის. სოროსი ტანკებით არ იბრძვის. მისი იარაღია ახალგაზრდების ტვინები და მისი ფულით ნაყიდი ქუჩის დემონსტრაციები. ის ერთი სცენარით მოქმედებს, რომლის წყალობითაც უკვე არაერთი სახელმწიფო დაემხო. ტვინების გამორეცხვა, კულტურული ომი და ისტორიის გადაწერა 1990-იან წლებში სოროსის გამოსცემდა რუსეთისთვის სახელმძღვანელოებს, სადაც ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები სტალინგრადის ბრძოლა სამაგიეროდ დეტალურად აღწერდა შეერთებული შტატების გამარჯვებას იაპონიაზე. ის მთელ მსოფლიოში მთავარი სპონსორია აბორტების სქესების შორისხვაობის სწამლის პროგრამების, LGBT პროპაგანდის და ნარკოტიკის ლეგალიზების. სოროსი აქტიურად ლობირებს მასობრივი მიგრაციის იდეას, რათა წაშალოს ნაციონალური სახელმწიფოები, წაართვას ხალხებს საკუთარი ინტერესების დაცვის ნება. ფერადი რევოლუციები ხელისუფლებების პირდაპირი გზით ხელში ჩაგდება. მაგალითად, საქართველოში ვარდების რევოლუციის და შევარდნაძის დამხობის სოროსმა 50 მილიონი დოლარი დახარჯა და ხელისუფლებაში თავისი კაცი სააკაშვილი მიიყვანა. სომხეთში 48 მილიონი დოლარი ჩადო 200 ორგანიზაციაში, რომელმაც ხელისუფლებაში ფაშინიანი მოიყვანეს. მთავარი მიზანი იყო სომხეთის რუსეთისგან მოწყვეტა. უკრაინა მისი ყველაზე წარმატებული პროექტია. ამ ქვეყანაში მან ჩადო 230 მილიონ დოლარზე მეტი. ამ ფულზე რუსოფობების მთელი თაობები გაიზარდა. მოაწყვეს ორი სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანა საძარცვად მიუგდეს დასავლურ კორპორაციებს, როგორებიც იყო მაგალითად მონსანტო. ბევრი ფიქრობს, რომ სოროსი ამერიკის შეერთებული შტატების აგენტია. ეს შეცდომა. მისი ნამდვილი მიზანი ბევრად საშიშია. თავად ამერიკის და ყველა სხვა ქვეყნების განადგურება და მსოფლიოს გადაქცევა ერთ ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკად. ის ულტრაგლობალისტია. მის იდეალურ სამყაროში არ არსებობს სახელმწიფოები და საზღვრები, ეროვნებები, რასები და რელიგიები, ქალების და კაცების სქესიც კი. მისთვის იდეალურია სამყარო, რომელსაც გიგანტური კორპორაციები მართავენ, რომელშიც ადამიანები მორჩილ რობოტებად არიან ქცეული ფესვებისა და ტრადიციების გარეშე. სწორედ ამიტომ სოროსის მთავარი მტრები ძლიერი სუვერენული სახელმწიფოებია, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. ჯორჯ სოროსმა 27 მილიონი დოლარი დახარჯა უმცროს ბუშთან საბრძოლველად. გამოყო 10 მილიონ დოლარზე მეტი კამპანიისთვის კლინტონის ტრამპის წინააღმდეგ. აფინანსებდა პროკურორს, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე აღზრა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. 2017 წელს 70,000-ზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას მოთხოვნით, ეცნოთ სოროსი ტერორისტად, მისი მცდელობების გამო დესტაბილიზაცია გამოეწვია ამერიკაში. დემოკრატების ბაიდენის და ობამას ბრძოლა რესპუბლიკელების და ტრამპის წინააღმდეგ ეს არის არაუბრალოდ ბრძოლა, არამედ ესაა ულტრაგლობალისტების ბრძოლა. სოროსით სათავეში ნაციონალური სახელმწიფოების მომხრეთა წინააღმდეგ. სოროსი უბრალოდ საჯარო სახეა იმ სტრუქტურების, რომლებიც ცდილობენ ტოტალური ძალაუფლების მოპოვებას მთელ კაცობრიობაზე და მისმა შვილმა ეს ესტაფეტა უკვე მიიღო. ბრიუსელის და კიევის ზეწოლის მიუხედავად უნგრეთის მთავრობა საკუთარი ხალხის ინტერესს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. უკრაინელებს ნებისმიერ ფასად უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება. ისინი ღიად ითხოვენ საკუთარი არმიის დაფინანსებას და არ შეუძლიათ საკუთარი სახელმწიფოს რჩენა. უნგრეთი რჩება დაბრკოლებად და უარს ამბობს ჩვენი ფულის უკრაინაში გაგზავნაზე, მაშინ როცა ბრიუსელი უთანხმდება კიევს, რომ ჩვენი მთავრობის შეცვლას მიაღწიოს.
მათი წნეხის მიუხედავად ჩვენ ყოველთვის დავაყენებთ ჩვენი ხალხის ინტერესს პირველ ადგილზე, თქვა ორბანმა. Guardianis ინფორმაციით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლობირებდა უკრაინის კონფლიქტის ეგრეთ წოდებული ატკატების მისაღებად შემოწირულობების სახით. გამოცემა წერს, რომ ქსელში გაჩნდა დოკუმენტები, რომლის თანახმად ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივებისთვის შემოწირულობის საფარგოში ქრთამი მიიღო. მისი სპონსორი აღმოჩნდა იარაღის ბრიტანული მწარმოებელი, რომელიც უკრაინას უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდა. წელიწადზე ოდნავ მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჯონსონმა მიიღო შემოწირულობა, რომელიც შესაძლოა ყველაზე მსხვილია, რაც კი პარლამენტის წევრს მიუღია. შემოწირულობის გამცემია დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გაუმჭვირვალე პოლიტიკური სპონსორი კრისტოფერ ჰარბორნი. ჰარბორნი, რომლის მილიონების დაეხმარა ბრექსიტის დაფინანსებას, ფული გადაურიცხა კერძო კომპანიას, რომელიც ჯონსონმა პოსტიდან წასვლის შემდეგ შექმნა. ახლახან ქსელში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად ჯონსონი, რომელიც პრემიერ-მინისტრობის დროს და მას შემდეგაც ემხრობოდა უკრაინას, 2023 წლის სექტემბერში თანახლდა თავისი სპონსორის ორდღიანი ვიზიტის დროს კიევში, რომელიც მაღალ ჩინოსნებთან შეხვედრებსაც მოიცავდა. დოკუმენტებში ამ შეხვედრების მიზანზე არაფერია ნათქვამი, ყოფილი პრემიერი და მისი სპონსორიც დუმილს ინარჩუნებენ. უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზატორები კიევში ამბობენ, რომ ჰარბორნი რეგისტრირებული იყო როგორც ბორის ჯონსონის ოფისის მრჩეველი. მისი ერთადერთი ცხადი კავშირი კიევთან კი ის არის, რომ იგი წარმოადგენს ბრიტანეთის იარაღის მწარმოებლის უმსხვილეს აქციონერს, რომლის დრონებითაც მარაგდება უკრაინის შეიარაღებული ძალები. დოკუმენტებმა, რომელიც ცნობილია როგორც ბორისის დოსიე, ჯონსონის პირადი კაბინეტიდან გაჟონა და აჩვენებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვების შემდეგ გამდიდრებას ცდილობდა, როგორც ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრით, ასევე საუდელ პრინცთან მოჰამედ ბინ სალმანთან კონტაქტებით, წერს Guardian-ი. ერთ-ერთი პოლიტიკური ანალიტიკოსის თქმით, უკრაინის თემა ჯონსონისთვის წმინდაა და წარმოადგენს საფუძველს მისი მორალური ავტორიტეტისთვის, რადგან პოლიტიკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება სკანდალის გამო მოუწია. Guardian-თან ემოციურ განცხადებაში ჯონსონმა ჰორბონთან ურთიერთობის შესახებ განაცხადა. თქვენი უსუსური გაბერილი ისტორიები, როგორც ჩანს, რუსი ჰაკერების თავდასხმებს უკავშირდება, უნდა გრცხვენოდეთ. ჯონსონმა, რომელსაც ოპონენტები ომის სამხეზებელს უწოდებენ, ასევე განაცხადა, თქვენს ადგილზე სახელს შევიცვლით და დავირქმევდი რუსულ პრავდას. თქვენი ისტორიები ესაა ტყუილები და თქვენ მუშაობთ პუტინზე. ჰორბორნის ადვოკატები არ პასუხობენ მკაფიოდ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მან უკრაინაში ჩასვლა. ისინი შემოიფარგლნენ განცხადებით, რომ არც ერთ ამ მეჩს არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ავღანეთს და პაკისტანს შორის სამხედრო შეტაკება მოხდა. ამ მომენტისთვის შემდეგი ინფორმაციაა ცნობილი. ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებებია. თალიბანმა პაკისტანის სასაზღვრო ძალებს შეუტიეს. ავღანურმა საჰაერო ძალებმა ავიადარტყმა მიიტანეს პაკისტანურ ქალაქ ლაჰორჯზე. ავღანეთმა დაიწყო სამხედრო ტექნიკის კოლონების მობილიზება შეტაკებების ადგილებთან. პაკისტანში განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად მათ ხელში ჩაიგდეს 19 ავღანური სასაზღვრო პუნქტი. ტელეკომპანია დოლოს ცნობით, ბრძოლებში 12 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. ავღანეთმა კი განაცხადა, რომ შურისძიების წარმატებული ოპერაცია დასრულებულია. Daily Express-ი კიეველს ჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლური იარაღი უკრაინაში უძლურია მოდერნიზებული რუსული რაკეტების წინაშე. უკრაინელი ჩინოსნები აღიარებენ, რომ რუსული რაკეტების რევოლუციური განვითარება უძლურს ხდის დასავლურ იარაღ საჰაერო სივრცისთვის ბრძოლაში. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსულ რაკეტებს უზარმაზარი ზიანი მოაქვთ და შეუძლიათ ასობით მილის გადალახვა მიწიდან, ციდან ან ზღვიდან გაშვების შემდეგ. ამასთანავე რუსულმა არმიამ შეცვალა სარაკეტო დარტყმების ტაქტიკა და ტექნოლოგია, რის გამოც უკრაინული კონტრზომები, მათ შორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი პეტრიოტი, არაეფექტიანი აღმოჩნდა. მაგალითად, მოყვანილია სექტემბრის შემთხვევა, როდესაც ამ ამერიკულმა სისტემებმა რუსული რაკეტების მხოლოდ 6%-ის განადგურება შეძლეს.
როიტერსის ინფორმაციით ევროკავშირის 7 ქვეყანამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ხორვატიამ, რუმინეთმა, პორტუგალიამ და უნგრეთმა 2025 წელს წინა წელთან შედარებით გაზარდა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი. რუსეთს და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტი მეოთხე წელს ითვლის. ევროკავშირი კი ძველებურად რთულ მდგომარეობაშია, როდესაც კონფლიქტის ორივე მხარეს აფინანსებს. კიევისთვის მსხვილი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა კომპენსირდება მოსკოვისგან ნავთობის და გაზის ყიდვით. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 7 სახელმწიფომ, მათ შორის 5 ქვეყანამ, რომელიც უკრაინას ეხმარება, 2024 წელთან შედარებით გაზარდა საკუთარი იმპორტის ღირებულება. მაგალითად, საფრანგეთში რუსული ენერგომატარებლების შესყიდვები 40%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ნიდერლანდებში 72%-ით, 498 მილიონ ევრომდე. უნგრეთი და სლოვენია მილსადენის გაზის უმსხვილეს შემსყიდველებად რჩებიან. ამგვარად 2022 წლიდან ევროკავშირმა შეისყიდა 213 მილიარდი დოლარის რუსული ენერგომატარებლები, ხოლო უკრაინას მიაწოდა 167 მილიარდი დოლარის დახმარება, წერს გამოცემა.